ოჯახის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე აღკვეთილი იქნა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა, კერძოდ საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ სამძებნო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დღეს გამთენიისას ქალაქ თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიзвან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრებისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. გამოძიებას ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. შეგახსენებთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გატარებული ოპერატიულ სამძებნო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დღეს გამთენიისას თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიзвან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებნო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხიარებულ პირთა, დანაშაულებრივი კავშირების, ხელშემწყობებისა და მფარველების გამოვლენისა და გაუნეუყოფის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში.